ნახეთ უბრალოდ ეს განსხვავება რა, ღარიბთაობნები და სულ ახალი მშენებლობების ზევით. Excuse me sir, can I go there? აი თუ გინდათ რომ ნამდვილად იგრძნოთ ადგილობრივი კოლორიტი, აი ესე უნდა იმგზავროთ 24 საათი. ესეთი რამე სადმე გინახავთ, აი კატები და ვირთხები ჭამენ ერთად ხაჭმას. და გათენდა მორიგი დღე ინდოეთში. დღეს მივდივარ ჯაიპურიდან მუმბაიში ავტობუსით. მანძილი დაახლოებით 1200 კილომეტრია და მგზავრობას დაახლოებით 24 საათი დაჭირდება. ჩემი მასპინძელი გამიყვანს სადგურზე, აქედან ახლოს არისო მითხრა და მე გაგიყვანო. აი ესე მზადა ვარ მე წასასვლელად. ფოტოთი მივდივართ. რავი 5 წუთი დაგჭირდება ალბათ მეტი არა რა. აი ეს არის ჩემი მასპინძელი აზიზი, რომელმაც გავომიყვანა ახლა სადგურზე და მიყიდა ბილეთიც და რავი ყველაფერი. Thank you Aziz. ცოტა ხანში ტუკ-ტუკმა გამომიარა და ავტობუსთან სხვა მგზავრებთან ერთად წამიყვანა. მოკლედ, მარტო ადგილობრივები არიან. აქაც ესე გამოვიდა რომ ადგილობრივებთან ერთად ვგზავრობ. 24 საათი მოგვიწევს ახლა ამ ავტობუსში ყოფნა. რავი, იმედია ცოცხლები ჩავალთ იქამდე. აი ესეთი ავტობუსია, სადაც 24 საათი უნდა გავატარო ახლა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ისე უარეს ველოდი. არც ცეცხლად გამოიყურებ. აი ესეთია ჩვენი ავტობუსი. Excuse me sir, can I go there? აი ესე გავატარებთ სლიპერ ბასში 24 საათს. ნახოთ აბა რამდენად კომფორტული იქნება რა. ჯერჯერობით რაც მომწონს ის არის რომ კონდიციონერი მუშაობს. სისუფთავის სუნი არის, რამე არ არის რა, რამე სიბილწოდის სუნი ან რამე ეგეთი. რაღაც თითქოს აი ეგეთი შეგრძნება გაქვს რომ უბოში ხარ. ეს წარმოიდგინეთ აი დაახლოებით ჰოსტელში თუ დარჩენილ ხართ, აი მოძრავი ჰოსტელი რო იყოს. აი ეგეთი პირობები. თუმცა ეჭვმაქ რომ აი ძალიან დავიღლებ. აი ესეთია ჩვენი რაღაც კუპეს მსგავს. აი ესეთი ფანჯრები გვაქვს. აი კონდიციონერი გვაქვს. ჩემი თანამესაკნე არც ინგლისურად საუბრობს და ზოგადად არც საუბრობს. ნუ მოკლედ ჯერჯერობით საშინელება ეს ჩვენი სლიპერ ბასი. აი დასაჯდომად ძალიან მოუხერხებელია რა. აი ჩაულებრივი სკამი ბევრად ჯობია რა. აქ ეხა არაფერი არ ხდება რა, ისეთი რავი ჩაულებრივი გასაჩერებელია როგორც სხვა ვიდეოებში გაჩვენებთ რა. ზიან ჭამენ. სიმართლე გითხრათ მე მაინც და მაინც ჭამის სურვილი არ მაქვს ეხლა. 1-20 საათი კიდე წინა გვაქვს რა დაახლოებით. აი ესე შეგვიცვალეს ავტობუსი. არ ვიცი რატო შეცვალეს. 1 საათი ეხლა ტყუილად გავართ აქ. გადმოვჭექი ახალ ავტობუსში ჩემთან ერთად ვინც იყო ის აღარ დამხვდა ჩემ კუპეში, ასე რომ მშვენიერია მარტო იმგზავრ. არ ვიცი, ალბათ ცარიელი კუპე ნახა სხვაგან, იმიტომ რომ ყველა აქეთ გადმოვჭექით. მაგრამ კუპეები შედარებით აშკარად მოკლეა, ვიდრე პირველ ავტობუსში. მაგრამ ესე რა, 2 ადგილიან კუპეში ეხა ერთი ადამიანი რავი მშვენივრად დაისვენებს რა. აი ესეთი კუპეა, ფეხსაცმელები გზევით უნდა შემოდო. აქ ოპა. აი. ელი ინდოეთი ხელის გულზე. ნუ ფანჯრებზე კომენტარს არ გავაკეთებ. სამწუხაროდ გზაში ბევრს ვეღარ გადავიღებ, იმიტომ რომ ესეთი ფანჯრებით რავი. აი ესე მგზავრობთ ნამდვილი ინდოელები რა. აი თუ გინდათ რომ ნამდვილად იგრძნოთ ადგილობრივი კოლორიტი, აი ესე უნდა იმგზავროთ 24 საათი. მორიგი 9 საათიანი გაჩერება. ეხლა 4 ავტობუსია რა გაჩერებული 5 და მარტო მე ვარ ესე უცხოელი ტურისტი.
აი ახლა კი შევეცდები ცოტა დავიძინო, უკვე შუაღამეა. ამასობაში ავტობუსმა უცნაური ხმა გამოსცა და გაჩერდა. აი ახლა უცებ გზაშივე გავაკეთებთ კარობკას და გავაგრძელებთ რა გზას. ისე ხო კომფორტული იყო და ახლა საერთოდ. გარეთ არის დაახლოებით 1.35 გრადუსი სიცხე ახლა. აბა თუ გამოიცნობთ ახლა სადა ვარ. რა თქმა უნდა, ახლა ვარ მუმბაიში. მოკლედ ჩამოვედით მუმბაიში როგორც იქ. 26-27 საათი მოუნდა ჩამოსვლის. აი ვერა გიხსენთ სიტყვებით რა რამდენად მოუხერხებელია ეს სლიპერ ბასები, ანუ ეს დასაწოლი და დასაძინებელი ავტობუსები რა. ყველა ვარიანტში ჯობია ჩვეულებრივი ავტობუსები. უფრო მოხერხებულია დასაძინებლათაც, რავი მოსახლეობშიც და ყველგან. მოკლედ ეხა ჩემი პირველი ამოცანა არის მეტროს სადგურის პოვნა. ხო და მიმასწავლე საკადგილობრივებმა და მივალე ხარ რომ მოხვდე ქალაქის ცენტრში, იმიტომ რომ ისეთ ადგილზე ჩამოგვსვა ავტობუსი. აქედან ჩემი სასტუმრო არის დაახლოებით 15 კილომეტრში. მოვაგენი მეტროსაც და 30 რუპია ღირს გურდავალი ეგეთი სადგურია, სადაც მე მივდივარ. აეროპორტთან არის ახლოს. უნდა ამოვიდე მეტროდან და უნდა წავიდე სასტუმროში ავტობუსით ან ფეხით. ავტობუსის ნომერიც მაქვს. ნახოთ თუ არ დამეზარა გავივლი, მაგრამ იმდენი ხანი ვიჯექი თუ ვიწექი რომ ჯობია ვიარო. თუ ძალიან შორი არ იქნება იქიდან ფეხით წავა. თან ქალაქსაც დაგათვალიერებ. აი ესეთი ღია მეტრო გვაქვს. ნახოთ აბა იქნებ მეტროდან შევძლოთ ქალაქის დათვალიერება. ნახეთ უბრალოდ ეს განსხვავება რა, ღარიბთაობნები და სულ ახალი მშენებლობების ზევით. ნახეთ ხო როგორი მაგარი ქალაქი წავს. მოკლედ ვაგრძელებს გზას სასტუმროსკენ. თუ დიდი მანძილი არ იქნება, ფეხით წავალ, რომ თან ქალაქიც ვნახო და თან თქვენს გაჩვენოთ. მაგრამ აი ძალიან ცხელა გარეთ უბრალოდ. 35 გრადუსი არის რა, ყველაზე ცოტა. მოკლედ რიქშათი წავედი, იმიტომ რომ სხვა გზა არ იყო რა. იყო სხვა გზა, მაგრამ ავტობუსი ისე სავსე იყო, რომ რავი ვერ შევედი შეგ. და კიდევ უნდა მეცადა ავტობუსი. ფეხით ვერ წავიდოდი, იმიტომ რომ 11 კილომეტრია და ძალიან ცხელა პროსტატორე, სიამოვნებით წავიდოდი ფეხითაც. მივალ სასტუმროში დავუყრი მარკს და მე ეგრევე გამოვალ გარეთ. დავათვალიერებ საღამოს მუმბაი. ჯერჯერობით პირველი შეხედვით ძალიან მომწონს ეს ქალაქი რა. აი ეს განსხვავება განვითარებული კვარტლების და ღარიბთა კვარტლების ძალიან ეგრევე ერთი შეხედვით ჩანს და ძალიან ლამაზი. ეხლა ვარ მუმბაის მატარებლების სადგურზე. ნახეთ აქ რა ხდება უბრალოდ. აი სწორედ ამ უბანში მქონდა დაჯავშნილი ჩემი სასტუმროც. ისევ იგივე ისტორია რა. მივედი დაჯავშნილი მქონდა ფანჯრიანი ოთახი. დამახვედრეს უფანჯრო. სულ ორი ფანჯრიანი ოთახი იყო და ორივე გაქირავებული იყო უკვე. თუ გინდა უფანჯროში შედიო, რა თქმა უნდა გავა უკვე. ეგ იყო ყველაზე შედარებით იაფი რაც ვნახე შედარებით ცენტრისკენ და ღირდა დაახლოებით 70 ლარი. ეხლა დავჯავშნე დაახლოებით 130 ლარად. და ის რავი ნორმალური ჩანს. ნახოთ აბა მივალ იქაც.
მივდივარ ტაქსით. გადავიხდი დაახლოებით 400 რუპიას ახლა. ტაქსით მივდივარ ტუკტუკებმა მაქსის შორეზე ვერ წამოვალთო რა 12-13 კილომეტრი. მოკლედ ეს არის ჩემი ნომერი რა. 130 ლარი გადავიხადე ამ ნომერში ერთი ღამე. ამაზე ნორმალური ვერაფერი ვერ ვნახე. ძალიან ძვირი ქალაქი ჩანს ეს მუმბაი. ესე ორი საწოლია. აი აქეთ ტელევიზორია, იქ ჩაიდან ისინი რაც კარგია, ყავაც არის და ჩაიც არის. აი აქ არის ესეთი ვანა ტუალეტი. აი ესეთი აივანიც გვაქვს და ესეთი ხედი გვაქვს წინ. იმასთან შედარებით რაც ვნახე ეს ჰილტონია ნამდვილად რა. მოკლედ გამოვედი სასტუმროდან, ცოტა დავისვენე, წყალი გადავივლე და მივდივარ სანაპიროზე. თან რამეს შევჭამთორე, მომშვიდა. წავედით. გავჩერდი უცებ და ესეთი პიცა შევუკვეთე, იმიტომ რომ ძალიან მომშვიდა და რო გული რო არ წამსვლოდა რა, სანამ გავიდოდი. სამ სანაპიროზე გავიდოდი და აი გამიკეთმა ესეთმა კეთილმა ხალხმა. ძალიან იაფად გამიკეთეს რა, სულ რაღაც $3. აი ესეთი სახლები უკვე მომწონს. ავი იმედი ამას არ დაანგრევენ და ამის ადგილზე რამე ძალიან თანამედროვე შენობას არ ააშენებენ. აი ეს რესტავრაცია ახლა ძალიან ლამაზი იქნებოდა. აი სახლები წესით ბრიტანული პერიოდის უნდა იყოს და აი ნახეთ გადაკეთების შემდეგ რა მოვიდა. ახლა ეს საცუდავად გამოიყურება. აი აქ თუ ხედავთ, ახლა მარტო ფასადი აქვს დატოვებული. რაც ნუ ცუდი არ არის, აი ჰოსპიტალია გაშენებული. უკან. აი ეს შენობა რეაბილიტირებულია. აი ეს შენობა წააგავს ციხეს. წესით ციხე უნდა იყოს. ეს ერთერთულია აქსიარული. თუ აქაც იგივე სტილია რა. ქალაქი შედარებით განვითარებულია, მაგრამ სტილი იგივეა. მოვდივარ ესე მოვსეინობ, ჩემთვის თან სადგურზე მივდივარ, რომ ბილეთები ვნახო და უცებ ხდება ესეთი სადგურის შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული. ასე სეირნობაში ინდუეთის კარიბჭეს მივადგე. მოკლედ ეს ჩვენი ინდუეთის კარიბჭე დაახლოებით 100 წლის უკან აშენდა და არის სიმბოლო არა მარტო მუმბაის, არამედ მთლიანად ინდოეთის. დააშენდა ბრიტანეთის მეფის და დედოფლის ჩამოსვლის აღსანიშნავად. დღეს მუმბაიში ყველაზე ტურისტული ადგილია ეს. წავედით ახლა სანაპიროზე გავისეინოთ ცოტა ხანი. საინტერესოა აქ რა ღირს ნომერი. ეს უბრალოდ მდიდრული სასტუმრო არ არის, ეს ტაჯ-მაჰალ პალასია. სწორედ ის იყო ერთ-ერთი თავდასხმის ობიექტი 2008 წლის მუმბაის ტერაქტის დროს. შეტაკებები 3 დღე მიმდინარეობდა და დაიღუპა 175 ადამიანი, ხოლო ასობით დაიჭრა. სასტუმროს შენობა შეტაკებების დროს დაზიანდა და რესტავრაციის შემდეგ 2010 წელს ისევ თავიდან გახსნეს. ეს არის მუმბაის ბნელი მხარე. ესეთი რამე სადმე გინახავთ, აი კატები და ვირთხები ჭამენ ერთად საჭმელს. ესეთი რამე არ სტარმოვა. გამხელა. ეს უტოვებენ რა, არ ვიცი, რაღაც ბრინჯის მაგვარია და ერთად ჭამენ რა. რა ხელები არიან მაიმუნები.
მუმბაის სხვა ინდურ ქალაქებთან შედარებით საკმაოდ ძვირია საცხოვრებლად. მეც სწორედ ამიტომ გამიჭირდა შედარებით იაფი სასტუმროს პოვნა. ამიტომაც აქ სამუშაოდ ჩამოსული ადამიანების უმეტესობას არ შეუძლია ბინის ქირის გადახდა და ამის გამო იძულებული არიან ქუჩაში იცხოვრონ. წავალე ცოტა ხანისადმე ჩამოვჯდები, რამე ცივს დავლევ, დავისვენებ და მერე წავალ სასტუმროში. საკმაოდ შორს არის აქედან ჩემი სასტუმრო და თუ დამეზარა ტაქსით მომიწევს წასვლა. თუ არა დავისეინებ. შემოვედი გვარში ინგლისური პაბი დავინახე და მეთქი ცოტა წყურვილს მოვიკლავთ რა. და შევკვეთე 2 ლუდი. ქართულად. აღმოჩნდა რომ 2 ლუდს თუ სვამ 2 ლუდი კიდე საჩუქრად გეკუთვნის. ასე რომ ამ 2 ლუდსაც ავითვისებ და მერე დავიძინებ. არ მიძინია ადამიანურად ბოლო 48 საათია. და ცოტას დავისვენებ. მუმბაისაც შეეხება ძალიან მაგარი ქალაქია, ძალიან მომეწონა და ერთი დღე მინიმუმ კიდე დავრჩები რა. ნახოთ ხვალ საინტერესო გეგმები მაქვს რაღაცეები და ნახოთ როგორ გამოვა. ასე რომ ხვალ შევხვდებით. ასე დამთავრდა ჩემი მორიგი დღე ინდოეთში. მადლობა ყველას, ვინც ჩემი ვიდეოებს უყურებთ, ალაიქებთ და კომენტარებთ. ამ ვიდეოზე ველოდებით თქვენს კომენტარებს. წინ მუმბაის მორიგი ვიდეო გელოდებათ. აბა შემდეგ ვიდეომდე.